ქრისტიანულ სამყაროში მანდილოსანს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. ქალები ხშირად სახელმწიფოს ბედს განკარგავდნენ და ქვეყანას თავიანთი გამჭრიახობით უამრავი განსაცდელისგან იხსნიდნენ ხოლმე. ბიზანტიაში განსაკუთრებით არისტოკრატულ წრეებში სახელმწიფო საქმეებში მამაკაცების გვერდით ქალებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. ბიზანტიის იმპერიაში ცნობილია მრავალი ღირსეული ქალი, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ თუ რელიგიურ ცხოვრებაში დიდი წვლილი შეიტანა. ერთ-ერთი მათგანია მე-9 საუკუნის მოღვაწე, დედოფალი თეოდორა, იმპერატორ თეოფილეს მეუღლე. დედოფალს მოღვაწეობა იმ დროს მოუხდა, როცა ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობის ერესი მძვინვარებდა. ეს ერესი მძვინვარებდა მთელი საუკუნის განმავლობაში. და როგორც ცნობილია, მე-4, მე-7 საუკუნეებში წარმოქმნილი ყველა ერესი და ჩამოთვალოთ ეს ერესები, როგორც იყო მაგათ მონოფიზიტობა, მონოთელიტობა, ნესტორიანელობა, ეს ერესებიც ძირშივე წინააღმდეგებიან ხატაყვანისცემას. წმინდა ხატებს ყოველი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოგრძალებით თაყვანს სცემდა და თაყვანს სცემს დღესაც. მართლმადიდებლობის სწავლებით, როცა ადამიანი სცემს თაყვანს ხატს, მისი თაყვანისცემა გადადის პირველ სახეზე. გადადის იმაზე, ვინც არის ასე ვთქვათ გამოხატული ამ ხატზე. ანუ ჩვენ მართლმადიდებლები არ ვცემთ, რა თქმა უნდა, თაყვანს არც საღებავს, არც ფიცარს, რომელზეც არის გამოსახული ხატი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წარმოიდგინოთ ის, რომ ჩვენ როგორც კერპს ისე ვცემთ თაყვანს ხატს. მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს იმის ალბათობა, რომ სულიერ ცხოვრებაში გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა ხატს მართლაც არ ასწორეს თაყვანი. აი მისაც არის ხატაყვანისცემა, შეიძლება მართლაც ადამიანმა, ასე ვთქვათ, უმეცრების გამო ვერ გაიაზროს მისი მნიშვნელობა, ვერ გაიაზროს მისი აზრი, მისი არცი და გააღმერთოს კიდეც. ასეთი რაღაცა შეიძლება, მაგრამ როგორც ეკლესია, ასევე საეკლესიო მამები ასეთ შემთხვევებს არასდროს არ ტოვებენ უყურადღებოდ და ყოველთვის ცრუწმენის წინააღმდეგ ხმას უსათუოდ იმაღლებენ. ეს ცრუწმენა, ეს ცოდვაა, რა თქმა უნდა. არ შეიძლება ხატაყვანისცემა, ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, რომ ძველ აღთქმაში აღზარული იყო ხატების თაყვანისცემა, იმიტომ რომ არ შეიძლება და გამოსახვა ღმერთის არანაირი ფორმით, იმიტომ რომ ძველი აღთქმიდან ჩვენ ვიცით ებრაელი ერი როგორ იყო მიდრეკილი კერპთაყვანისმცემლობისაკენ. და ამიტომაც ეწერა ძველი აღთქმის კანონებში, რომ არ შეიძლება ღმერთის გამოსახვა არანაირად. მაგრამ მას შემდეგ რაც პავლე მოციქული ბრძანებს, რომ ღმერთი გამორჩნდა ხორცითა, უკვე ჩვენ უკვე ვიცით როგორია ღმერთი, როგორი იყო. გამოჩნდა უკვე ხორცით, ამის შემდეგ რა თქმა უნდა შეგვიძლია მას თაყვანი ვცეთ. ხატზე გამოსახულ წმინდანს თაყვანი არ უნდა ვცეთ როგორც ღმერთს, რა თქმა უნდა ისე. აი რატომ ვცეთ თაყვანს ჩვენ ადამიანები ხატზე გამოსახულ წმინდანებს? იმიტომ ვცემთ თაყვანს, რომ ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებმა გაკვალეს, გაკაფეს გზაუპლისკენ მიმავალი, სასუფევლისკენ მიმავალი. ამიტომ ჩვენ ვემოწაფებით მათ. და ამიტომაც ვცემთ წმინდანებს, წინა ხატებს თაყვანს. ხოლო რა თქმა უნდა, უფლის ხატს, ქრისტეს ხატს განსხვავებული პატივი მიეგება, ჩვენ მას თაყვანს ვცემთ როგორც უფალს და წმინდანების ხატებს რა თქმა უნდა სხვა პატივი მიეგება, ხო? ესე იგი, გარდა ამისა, ხატაყვანისცემა არის ქადაგება ჩვენი სარწმუნოების ამოხსენებად, იმიტომ რომ აზარმოგეთ, როცა ადამიანი შედიოდა ტაძარში და ტაძარში ათვალიერებდა, ასე ვთქვათ, ეპიზოდებს, რომელიც გაცოცხლებული იყო, ხაწერის ნიმუშების ძველი და ახალი აღთქმის ეპიზოდებს, რა თქმა უნდა, ყველაფერი იყო ქადაგება, ეს ფაქტობრივად სახარება იყო იგივე დაწერილი. ამიტომ ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ხატებს ხატავენ, ხატებს წერენ. ეს იგივე დაწერილი სახარება, რომელსაც მარტივად აღითქმობს ადამიანის გული, ადამიანის სული. ხატმებრძოლეობა მე-8 საუკუნეში იმპერატორ ლეონ მე-3-ის დროს წარმოიშვა და საუკუნეზე მეტ-ხანს გაგრძელდა. დევნის წლებში უამრავი ხატი განადგურდა. ტაძრებში ფრესკებს შლიდნენ და მათ ნაცვლად ნადირობის სცენებს ხატავდნენ. იმპერატორ ლეონ ისავრიელი მიიჩნევდა, რომ ხატების თაყვანისცემა კერპთაყვანისცემას ნიშნავდა. ამ დროს იყო პატრიარქი გერმანე კონსტანტინოპოლელი. პატრიარქმა გერმანემ იმპერატორს, ასე ვთქვათ, განუმარტა, თუ რა იყო ხატთაყვანისცემის ჭეშმარიტი არსი, მაგრამ მალევე დარწმუნდა, რომ მას გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლებდნენ და ვერანაირად. და მაშინ წმინდა გერმანემ ხმამაღლა განაცხადა, რომ არც მეფეს და არც პატრიარქს ეკლესიის ადაწესების შესვლის უფლება არ აქვთ. და ესე იგი, მე ამ უსჯულო საქმეში მონაწილეობას არ მივიღებ, ამას სიკვდილს ვამჯობინებო, მაგრამ ლეონზე ვერ მოახდინა გავლენა ვერც პატრიარქის განცხადებამ, ვერც რომის პაპის, ასე ვთქვათ, პროტესტმა და 730 წლის 17 იანვარს სვინგლიტის სხდომაზე იმპერატორმა უმაღლეს არისტოკრატიას შესთავაზა, რომ ხელი მოეწერათ ბრძანებისათვის, რომლითაც იკრძალებოდა უკვე ხატთაყვანისცემა.
არა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თუ უნდა ხელის მოწერაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ამის გამო იგი ტახტიდან გადააყენეს და მის ნაცვლად ხატმებრძოლი ანასტასი დასვეს. ლეონ მესამეს გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე ავიდა კონსტანტინე კოპრონიმი, რომელმაც ხატების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო მეტად გაამძაფრა. ბიზანტიის იმპერიის ქრისტიანული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები, ფრესკები თუ ხატები სწორედ მის დროს განადგურდა. კონსტანტინე კოპრონიმის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ლეონ მეოთხე, ახალი იმპერატორიც რა თქმა უნდა ხატმებრძოლი იყო, მაგრამ ისეთი ფანატიკოსი არ იყო, როგორც ჩანს, როგორც მამა. ლეონ მეოთხე მხოლოდ 5 წელი მეფა და მისი გარდაცვალების შემდეგ ცილისწლოვან ვაჟთან ერთად, კონსტანტინესთან ერთად ტახტზე ლეონ მეოთხის თანამეცხედრე ირინე დეოფალი აბრძანდა და მისი კეთილგონიერების წყალობით ჭეშმარიტებამ ყოველგვარი ძალადობის გარეშე უსისხლოდ გაიმარჯვა ერესზე. ესე იგი, ირინე დედოფალმა წინანდელი პატივი დაუბრუნა წმინდა ნაწილებსაც, რომლებსაც ასევე უარყოფდნენ მწვალებლები, რომლის მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, აკნინებდნენ და მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად ხატთაყვანისმცემლის საბოლოო აღდგენისათვის მოწვეული იქნა მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელიც 787-ის 24 სექტემბერს გაიხსნა და ხატმებრძოლთა სრულ სწავლება დაიგმო და დაასკვნეს, რომ ესე იგი ეს ერესი თავის თავში მოიცავდა მანამდე არსებულ ყველა ცდომილობას და ყველა მწვალებლობას იმეორებდა, რომელიც კი მანამდე არსებობდა. ესე როცა იმპერია სათავეში ლეონ სომეხი ჩაუდგა, დაიწყო აღდგენა ხატმებრძოლობის ერესმა. ანუ ყოველდღიურს მიმართა ლეონ სომეხმა, რომ აღედგინა ეს ხატმებრძოლობა და თან ისიც სათქმელია, რომ პროვინციებში ხატმებრძოლობა მაინც ძლიერი იყო და იმ პერიოდში, როცა იმპერატორები გახლდათ ლეონ სომეხი, მიხეილი და თეოფილე, აი ამ დროს განუწყვეტლი ინგრეოდა მონასტრები, უდაბნო სენაკები ირბეოდა და შეურაცხყოფდნენ წმინდა ხატებს. ხატმებრძოლობის წინააღმდეგ იმპერატორ თეოფილეს მეუღლემ დედოფალმა თეოდორამ გაილაშქრა. თეოდორა წარმოშობით პაფლაგონიიდან იყო. მშობლები ასულს ღვთის სიყვარულსა და ხატების თაყვანისცემას სიყრმიდანვე ასწავლიდნენ. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში გადავიდა. სწორედ აქ გაიცნო თეოდორამ მომავალი მეუღლე, რომელიც ქალწულის სილამაზით მოიხიბლა და რამდენიმე ხანში ცოლადაც შეირთო. ცოლ-ქმარს 5 ქალიშვილი და 2 ვაჟი შეეძინა. მეუღლის ხატებისადმი სიზულვილის მიუხედავად, წმინდა დედოფალს მათი თაყვანისცემა არასოდეს შეუწყვეტია. იმ დროს, როცა მთელს იმპერიაში ხატთაყვანისმცემლებს დევნიდნენ, იგი ერთგული რჩებოდა ხატთაყვანისცემისა და ფარულად თაყვანისმცემდა ხატებს, რომელიც ჰქონდა თავის ოთახში გადამალული. და თეოფილეს ერთი დასახიჩრებული კარის მასხარა ყავდა, რომელსაც ერქვა დენდრისი და რომელსაც ლაპარაკი არ შეეძლო. და ერთხელ ის დედოფლის საბრძანებელში შევიდა და დაინახა, რომ თეოდორა ხატებს იამბორებოდა და თვალებზე იდებდა. და მასხარამ კითხა, ეს რა არისო დედოფალმა უპასუხა, ჩემი საყვარელი თოჯინებიაო. და შემდეგ დენდრისი მეფესთან გაიქცა, რომელიც ამ დროს დიდებულებთან იჯდა და ქეიფობდა და უთხრა, რომ დედიკოსთან ვიყავიო და ნახეო, რომ ბალისის ქვეშო ისო თოჯინებს როგორ იღებს და კოცნისო. და მეფე მიხვდა ყველაფერს, შერისხა დედოფალი, მას ხატთაყვანისცემაში დასდო ბრალი. დაახლოებით ამგვარი რამ შეემთხვა წმინდა თეოდორას დედას, თეოქტისტას, თეოდორას 5 ქალიშვილი ჰყავდა და აი ეს ქალიშვილები, თეოდორას ქალიშვილები სწავლობდნენ ბებიას. ხშირად ხოლმე და ბებია მათ უნერგავდა სიყვარულს ხატთაყვანისცემისას. და იმპერატორმა უმცროს გოგონას, თავის უმცროს გოგონას გულუბრყვილო პულხერიას კითხა, რომ აი ბებია როგორ გიმასპინძლებათ, როგორ გექცევათო, როცა მასთან მიდიხართო და ამ ბავშვმა უპასუხა გულწრფელად, რომ მას ყველაფერი აქვს კივშიო, ტკბილეულიო, ხილიო და ხატებიც აქვს და ხატებსაც ვიამბორებითო და მეფე ამაზე განრისხდა და ბებიასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა ბრძანა ამ ბავშვებისაგან და აუკრძალა ბათან სტუმრობა. 12 წლის შემდეგ იმპერატორი თეოფილე სასიკვდილოდ დასნეულდა და ტკივილებისგან საშინლად იტანჯებოდა. წმინდა თეოდორამ ძილში ანგელოზებით გარშემორტყმული ყოლა წმინდა ღვთისმშობელი იხილა. ანგელოზები იმპერატორს შოლტავდნენ და ტუქსავდნენ. ამ დროს სნეულმა მმართველმა ყვერილი დაიწყო მეუბედურ წმინდა ხატების გამომცემენო. დედოფალმა გაიღვიძა და მეუღლეს ყოლა წმინდა ღვთისმშობლის ხატი მიუტანა. იმპერატორი წმინდა ხატს ეამბორა და მაშინვე მიიცვალა. შეიანა თუ არა ჭეშმარიტად იმპერატორმა
ამის შესახებ სხვადასხვა არსებობს, არ ვიცი ზუსტად შეინანა თუ არა. ცნობილია ეს მომენტი, რომ მან სიკვდილის წინ დაიბარა, რომ საეკლესიო პოლიტიკა არ შეცვალოთო. რომ შეენანებინა, ამას არ იტყოდაო, ხო? ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არ შეუნანებია მას, თქვათ არგუმენტად მისი ეს ბოლო სიტყვები მოვაქვთ. დედოფალმა თეოდორამ მოიწვია კრება, რომელმაც გადააყენა ამ დროს პატრიარქი იოანე და ტახტზე აიყვანა წმინდა მეთოდი აღმსარებელი, გადმოცემის თანახმად ამ დროს ღვთისმა ესაიამ იოანე კედიც უთხრა. ასეთი რაღაცა, ორი იმდროინდელი ცნობილი მოღვაწეები არიან, რო თქვა უფალმა, აი მოახლოვდა ჩემი ხატის მტრების აღსასრული, ამიტომ წადი დედოფალთან, თეოდორასთან და პატრიარქ მეთოდეს უთხარი, რომ განკვეთოს ყველა უწმინდური და მე ანგელოზებთან ერთად ქების მსხვერპლის შემომწირონ ჩემი ხატებით და ჯვრის თაყვანისცემითო და ეს ამბები მამებმა შეატყობინეს პატრიარქ მეთოდეს და მან კი დედოფალმა ამოიღო კისერზე ჩამოკიდებული ღვთისმშობლის ხატი და ეამბურა მას და წარმოთქვა, რომ დაევინც არ ეთაყვანება მათ პირველ ხატის სიყვარულისათვის. არა როგორც ღმერთებს, არამედ ხატებს განკვეთილი იყვნენ ისინი ეკლესიიდან, როგორც ჩანს, აი მაშინაც იყო თქვათ საუბარი მის თაობაზე და რამდენად სწორად იაზრებდნენ ადამიანები ხატთაყვანისცემას, რომ ხატს ჩვენ არ უნდა ვეთაყვანოთ როგორც ღმერთს, არამედ როგორც მასზე გამოხატს ხატს, რომლის თაყვანისცემა გადადის პირველ სახეზე. თეოფილე იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრე მიქაელი ჯერ ყრმა იყო. ამიტომ კეთილმსახურმა დედოფალმა თეოდორამ ვაჟის მაგივრად იმპერიის მმართველობა იტვირთა. მას ხელს ვეღარავინ შეუშლიდა ხატების თაყვანისცემის აღდგენაში. დედოფალმა თეოდორამ ახლად ნაკურთხ პატრიარქ მეთოდესთან ერთად მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ყველა ერეტიკოსი განკვეთა. კრება მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილება დაამტკიცა და ხატ თაყვანისცემა ოფიციალურად აღადგინა. ქრისტეს ყველა აღმსარებელი გადასახლებიდან დააბრუნეს. დიდი მარხვის პირველ კვირას ხატების თაყვანისცემისთვის დასჯილი ყველა ნაწამების სასულიერო პირი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. პროცესია, რომელსაც წინ დედოფალი თეოდორა და პატრიარქი მიუძღოდნენ, ვლაქერნის ტაძრიდან წმინდა სოფიას ტაძარში მივიდა. ქალაქის ქუჩები ხალხს ვერ იტევდა. ხატ თაყვანისცემის აღდგენას ყველა ერთად სიხარულით ზეიმობდა. ამ დღის შემდეგ დიდი მარხვის პირველ კვირას მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ერესზე გამარჯვებას აღნიშნავს. ამ დღესასწაულს მართლმადიდებლობის ზეიმი ეწოდება. თეოდორას 8 წლიდან გამომდინარე უკვე მშვიდობიანი პერიოდი დადგა ეკლესიაში აღდგა ხატთაყვანისცემა, მაგრამ თვით აი დედოფლის გარშემო მის ოჯახში არ იყო მშვიდობა. ესე იგი ახალგაზრდა უფლისწულმა მიქაელ მესამემ, რომელიც სავარაუდოდ ბიძის გავლენას განიცდიდა, სადღაცა გააკეთა 856 წელს ტახტიდან ჩამოვაგდო დედა და წმინდა თეოდორა და თავის 4 დასთან ერთად კონსტანტინოპოლის ციხეში გამოკეტა ისინი. და ესიც მიქაელ მესამე იყო, რომელსაც თავაშვებული ცხოვრების გამო ლოთიში ერქვეს და რომელიც სასახლეში ორგიებს მართავდა და თეოდორა დედოფალი მარხვაცი ლოჩვაში ატარებდა დროს და 867 წელს აღესრულა. აი 8 წლმოსილი დედოფალი და კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ წმინდა თეოდორას უხრწნელი სხეული წმინდა სპირიდონის ნაწილებთან ერთად კუნძულ კორფუზე გადაასვენეს და დღემდე საგათერო ტაძარში არის დასვენებული. და რაც ეხება წმინდა თეოდორას თოჯინებს, ანუ რა თქმა უნდა წმინდა ხატებს, რომლის შესახებიც ყოველთვის ლოცულობდა, ორი მათგანი ვატოპედის მონასტრის ტაძრის საკურთხეველშია დასვენებული და მესამე არის წმინდა პავლეს მონასტერში. დედოფალ თეოდორას გარდაცვალების შესახებ განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს. სხვა საეკლესიო წყაროს მიხედვით წმინდა დედოფალმა სიცოცხლის უკანასკნელი 8 წელი გასტრიის მონასტერში მარხვასა და ლოცვაში გაატარა. 867 წელს კი აქვე აღესრულა. მართლმადიდებელი ეკლესია ხატ თაყვანისცემის აღმდგენელს წმინდა თეოდორა დედოფალს ძველი სტილით 11, ახალი სტილით კი 24 თებერვალს მოიხსენიებს.